მოგესალმებით მეგობრებო. სპორტი ძალიან კარგი ვარიანტია დროის გასატარებლად, ადრენალინის განსაცდელად და ასე შემდეგ. ხალხის თქმით, სპორტსმენებს ჯანსაღი ორგანიზმი აქვთ, მაგრამ ზოგიერთ სპორტის სახეობაში პირიქით. დღეს ჩვენი თემა იქნება საშიში სპორტის სახეობებზე. ნომერი 10. რაფტინგი. სპორტის სახეობა, რომელიც მოითხოვს უხეშ მთიან წყლებში გასაბერი ნავით დაშვებას. ასოცირებული ძალიან არაპროგნოზირებად მდინარეებთან და წყალში მალულ საფრთხესთან. წყალქვეშა კლდეები, დიდი ბორცვები და სხვა. ამ სპორტის სახეობას ესაჭიროება როგორც ფიზიკური შესაძლებლობები, ასევე გონებრივი თვისებები. ნომერი 9. სერფინგი. ასე ეწოდება ფიცრი ძვირთებზე ცურაობას. ზვირთებზე ცურაობა არ არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, ეს არის პოპულარული სპორტი, მაგრამ ამავე დროს ტრავმატული. ნაკაწრები, დაჟეჟილობები, ტვინის შერყევები, მოტეხილობები და ხანდახან სპორტსმენის დახრჩობაც. ნომერი 8. ფეხბურთი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, საკმაოდ მაღალი დონის დაზიანებებით. დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მოტეხილობა და ასე შემდეგ. მიუხედავად ტრავმული ფაქტორებისა, სიკვდილიანობა ნაკლებადაა. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოთამაშეს გულის შეტევა დამართნია. ნომერი 7. ჰოკეი. ამ სპორტის სახეობაში მხოლოდ კბილების ჩამტვრევა არ ხდება, არამედ მრავალი სისხლით ჩაქცევები, სხვადასხვა მოტეხილობები და კიდევ ძვლების გამწვავებული დაზიანებები. სპორტსმენებს აქვთ სხვადასხვა დამცავი საშუალებები, ჩაფხუტი, კბილების დამცავი, სამუხლეები და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხარო დამცავი საშუალებები სრულად ვერ იცავს მოთამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრავმატული სპორტია, ჰოკეი საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში. ნომერი 6. თამსვლელი. სპორტის მიზანია ავიდეთ კლდოვან მწვერვალებზე. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების დიდი ისტორია აქვს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სპორტი. ერთი შეხედვით სპორტსმენი სილამაზის ყურებით ტკბება. ამასთან დიდ ადრენალინს განიცდის. მაგრამ სპორტში ხშირია ტვინის შერყევები, მძიმე დაზიანებები და საუბედუროდ ხშირია სპორტსმენების სიკვდილი. დატრამული სპორტსმენი ხშირად იღუპება იმის გამო, რომ მთების სხვადასხვა ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მისვლა შეუძლებელია. ნომერი 5. როდეო. როდეო ყველაზე საშიშ სპორტის სახეობებში მეხუთე ადგილს იკავებს. ამ სპორტში ყოველწლიურად 80,000 ადამიანი ზარალდება. ტრამვები მარტივი ნათქვამია. წარმოიდგინეთ, თქვენ უბრალოდ გადიხართ მოედანზე, სადაც დიდი აგრესიული ხარი გელოდებათ. თქვენი დანიშნულება კი მასთან თამაშია. თამაშის დროს ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, აგრესიულმა ხარმა სრულიად შემთხვევით შეიძლება რქაზე წამოიცვას სპორტსმენი. ნომერი 4. დაივინგი. დაივინგის დროს ოკეანეში თუნდაც მომზადებული ადამიანი ცურავდეს, მაინც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები. მაგალითად, მყინთავი სრულიად შემთხვევით შეიძლება გადაეყაროს ზვიგენს ან ელექტრულ სკაროს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჟანგბადის უკმარისობაზე. აგრეთვე დაივერებს ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ფილტვების დაზიანებები. ნომერი 3. კეივ დაივინგი. კეივ დაივინგი ჩვენს ენაზე ნიშნავს წყალქვეშა გამოქვაბულებში ყვინთვას. მოგზაურობა წყალქვეშა გამოქვაბულებში არც თუ ისე უსაფრთხოა. ზოგჯერ ხილვადობა ნულს უდრის. საგანგებო შემთხვევაში რთულია გამოქვაბულიდან ზედაპირზე ასვლა. შესაძლოა მომენტალური საფრთხე წამოიჭრას. ან წყლის მტაცებელს წააწყდეთ, ან უბრალოდ დაიკარგოთ და გამოქვაბულიდან გამოსვლა ვერ შეძლოთ, რადგან როგორც აქამდე აღვნიშნე, ხშირად ხილვადობა ნულის ტოლია. ნომერი 2. მოთხილამურეები. სპორტის ეს სახეობა საფრთხით და სიკვდილიანობით მეორე ადგილს იკავებს. სპორტის მიზანია ავიდეთ თოვლიან მთებზე და დავეშვათ უმაღლესი წერტილიდან. ეს სპორტი ექსტრემალებისთვის ძალიან პოპულარულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიში. თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოთხილამურემ სწორი მიმართულებით გადაადგილება, ამ შემთხვევაში მისი გადარჩენის ალბათობა 20%-ია. სპორტსმენს ბუნებრივი მოვლენის გამო ხშირად მიმართულების ცვლილება უწევს, რადგან მთის ფერდობზე ხშირია სწრაფად მოძრავი თოვლის მასა. ნომერი 1. ბეის ჯამპინგი. სამართლიანად უკავია პირველი ადგილი ბეის ჯამპინგს. სპორტის ეს სახეობა დიდად არ განსხვავდება პარაშუტით ხტომისგან, მაგრამ ბეის ჯამპინგში პარაშუტით ხტომა უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე ხორციელდება. არსებობს ბევრი საშიშროება.
სხეულის დესტაბილიზაცია, რთულად კონტროლირებადი სხეული, დაშვების სიჩქარის განუსაზღვრელობა და udroho დროს მოქმედება. სამწუხაროდ სპორტში ხშირია სიკვდილიანობა. არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ დააფიქსირეთ არ მოწონება. ასევე დააკომენტარეთ რომელი სპორტი უფრო მოგწონთ. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.